EVP, EMF-ი ყველაფერი წამოღებული მაქვს იმისთვის, რომ ეს ადგილი შევისწავლო. მოკლედ მოსკოვის პროსპექტზე ვარ, შორს არა ვარ. GoPro ჩართულია თმები რა სასაცილოდ მაქვს, არა უშავს იყოს. მოკლედ ესენი ყველაფერი წამოვიღე, მოსკოვის გამზირზე ვარ. ჩემო ბანთან ძალიან ახლოს ვარ, შორს არა ვარ და ეს არის ადგილი, რომელ ადგილზეც ძალიან ბევრი რამ ხსმენია ბავშვობიდან მოყოლებული, თითქოს სამიდანი ცხოვრობდნენ, ალქაჯები, ყუდიანები, რაღაცებს კლავდნენ, ჭამდნენ, მერე აქვე მარხავდნენ. მოკლედ ბავშვობის ისტორიები და ჰორორები ძალიან ბლომად მაქვს მოსმენილი. თითქოს მერე დაძმა ცხოვრობდნენო, ისინიც რაღაცებს კლავდნენო, აქვე მარხავდნენო და საკმაოდ ისეთი დიდი ტერიტორიაა და ამას ეტყობა მართლა აქვს თავისი ისტორია, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ადგილია და ჯერჯერობით ხელდაუდებელია. ან შეიძლება ვიღაცას არის შესყიდულია, მაგრამ ჯერ არაფერს შეაჭირდება და არაკეთებს. ამიტომ მოვედი EMF-ით, EVP-ით, EVP-ს ახლა ჩავთავ, ნახოთ აქ რამე ხმები თუ იქნება. ხო, დამავიწყდა, ხმებსაც შეეხება. რატომაც გადავწყვიტი აქ ახლა ესე მოსვლა. მოკლედ ისო ბავშვს გაბრიელს ვავარჯიშებ ხოლმე, იქ ეს დიდი სტადიონია და იქ ერთ-ერთმა მოსახლემ, ასაკიანმა კაცმა მითხრა, რომ ბავშვებმა იცნეს მოკლედ გაბრიელი და კითხვა-კითხვით თქვა, რომ შენო მაშინ ის ადგილი დაგაინტერესებსო, მანდო ღამღამობითო ძალიან ხშირად ისმის უცნაური ხმებიო. აი როგორი ხმებიო, იცი, რომელიც არც ადამიანის არის, არც ცხოველის და არც ფრინველისო და აბა ერთი ღამეო თუ გიცდიაო, მანდ გაიარეო და ჯერჯერობით ახლა დღისით მოვედი და ნახოთ მერე ღამით რა ხმები დაგხვდება აქ, თქვენ ხო გაინტერესებთ? მეც ძალიან მაინტერესებს. ჩავთოთ ახლა ჩვენი EVP, ჯერჯერობით EVP და მერე EMF-ით ამოვქოქოთ და ვნახოთ როგორი ელექტრომაგნიტური ველები და ამბები იქნება. კაი, წავედით. ეს ჩართულია, დავიწყოთ ხმის ჩაწერა, დაიცადეო და წავედით. ამას ახლა აქ ნაგავს აყრელია ჩვეულებრივ. ამას ახლა აქ სადმეც ესე დავტოვებ. აქ იყოს თავისთვის და ჩვენ წავიდეთ და ამოვქოქოთ ჩვენი EMF-ი. ნახოთ რა ხმებს ჩავიწერთ, რა ხმებს რა მოძრაობებს. მოკლედ ახლა აქ აგეხსნით რა ხდება. ეს არის EMF-ი. ჩავთოთ. რა ჩამომეკიდა ცხვრზე, ობობა დამეკიდა. მოკლედ მაგნიტურ ველზეა. მაგნიტურ ველზეა ახლა გააქტიურებული და ეს არის ახლა ელექტრული ველი და მოდი დავიწყოთ ჯერ ელექტრული ველით. ნახოთ რაც დაინახავს, შემოვიაროთ. და მერე გადავიდეთ პატივცემულ მაგნიტურზე. ჯერ აქ გარშემო ტყე შემოვიაროთ და მერე გადავიდეთ თვითონ სახლის ტერიტორიაზე. არაფერი ცვლილება ელექტრულ ველთან არა გვაქვს. თუ რამე იქნება, აწრიპინდება, ფოკუსი გაასწორებინო ესე. ძალიან საინტერესო და ლამაზი ადგილია ეს, მოწესრიგებული იყოს, ჩამოდი ზაფხულში დაჯექი ლუდი დალიე. რა ვიცი. ეს ჯერჯერობით ისევ ნოლზეა, დუმს არანაირ ხმებს არ გამოსცემს, მაგრამ ჩვენ მაინც ჩამოვიაროთ, გავუყვეთ, ნახოთ. ეგება რაიმე ხმა გამოვიჭიროთ. ნახეთ. რაღაცა მოძრაობა დაინახა ელექტრო. არა გაჩუნდა. რას გადამეკიდე ობობა რა არის? სკამი. ამ სკამს აქ რა უნდა რაღაც ძალიან მისტიური სკამია, ბავშვის, სკამი კი არ არის. ქოთანია, ღამის ქოთანი. კარგით, მოკლედ, აგე რაღაც მოძრაობებს იჭერს ხელიდან რომ დაუშვებ. მოდი აბა. აგე 20. ეს ბევრი არ არის, ჩვეულებრივ პატარა დენიც რო გადიოდეს, ეს რეაქცია ნორმალურია. კაი, გადავთავ ხამე, ოპაც. გადავთავ ხამე ამას მაგნიტურ ველზე. და ცალი ხელით ვერ ვახერხებ. მიჭირს ცალი ხელით. მოკლედ ასე, ოპაც. ნახეთ? აი hash field რო აწერია, ეს არის მაგნიტური ველი, ხედავთ?
აგე 13, 11, რაღაცა გიჟურ ციფრებს. რაღაცა აქტივობა არის. ელექტრულთან არ არის, მაგრამ აი მაგნიტურთან აშკარად არის. ხედავთ? ნახეთ რამხელა მოძრაობებია. ყველა მხარეს რაღაცას იჭერს. ხედავთ? მეტნაკლებად ზოგან დიდ, ზოგან პატარას. კაი, აბა სახლისკენ წავიდე და სახლისკენ რას იზავს? მაინტერესებს სახლთან რას იზავს? მოკლედ ბავშვობიდან მოყოლებული მესმის აქ ისტორიები, მაგრამ ესე დეტალურად რო შემესწავლა, აზრათაც არ მომსვლია. აქ რა საინტერესო რაღაცა. ეთყობა რაღაცა ცხოველი ცხოვრობს თავისთვის. მოკლედ ეს მაგნიტური არ ჩერდება ნახეთ დღეში. სულ რაღაც ყოიმე. სულ რაღაც აქტივობას ხედავს. როგორც ვატყობ აქ ღამითაც მომიწევს მე მოსვლა. რა? რა თქმა უნდა არ დამეზა. ვახ, რამხელა ციფრი იყო, ამო შეხედეთ. 11, 13. რაღაც ძალიან დიდი ციფრები დაიჭირა, კრიტიკულია ანთო. აბა. აი, აბა სახლისკენ წავიდეთ. წავიდეთ თვითონ უშუალოდ იქ, სადაც სახლია. კრევის ბოქსის. კრევის ბოქსი რაღა არის. ტომარა. რაღაცა აქტივობები. ნამდვილად გვაგზა ეს ჩემი ტელეფონი როგორ წარამარა ურევს რა. ფოკუს. აგე 11,000, 9,000 რაღაცებს იჭერს უცბად. აგე. ნუ 11,000-იო ზოგჯერ. რაღაც მომენტებში ძალიან დიდებს იჭერს. ცუგა? მოდი აბა ერთ რამე მითხარი ამ ტერიტორიის შესახებ რამე თუ იცი. კაი, თვითონ ასახლართან მივიდეთ. მოკლედ აქ ცხოვრობდნენ, ნამდვილად ცხოვრობდნენ ადამიანები. იმედია არ მკნენ, ხო? მოკლედ ძაღლების შემოსევაა, ნახეთ. ალბათ აი ამ ძაღლების ყმუილები და წყმუილები ესმის ღამით. იმ ადამიანს, ვინც ეს მითხრა. ამასობაში არ დაგვაუწყდეს ეს და ნუ სახლთანაც იგივე აქტივობაა, რაც სხვა ადგილებში, არაფერი განსაკუთრებული. არაფერი განსაკუთრებული. არა, აგე 16,000. მოგეთ საინტერესო ციფრებს აჩვენებს რაღაც მომენტებში. აბა შევიდეთ უშუალოდ კედლებში სახლის. ნახოთ. საინტერესოა ამ სიგნალებს რო იჭერს და ქრება ეგ რას ნიშნავს? სიგნალი ხო მუდმივად უნდა იყოს. ხო, ნუ რაღაცა მაგნიტური ველებთან რაღაცეები გვაქვს. ელექტრულთან იმდენი არაფერი, თუმცა მოდი გადავრთოთ. აი, F-field რო აწერია, ეს არის უკვე ელექტრული და ნუ რაღაცა არის, მაგრამ ეს ძალიან უმნიშვნელოა. რაც არ უნდა იყოს მაინც ჰაერშია გაფანტული. კარგით.
საინტერესოა. აგე რაღაც მოგეთ მაგენტური ველები არის. მე ღამითაც მოვალ ერთ სიტყვით და ნახოთ ღამით რაც დავიჭერთ. არც ისეთი ჰორორ ვიდეო არ არის ახლა ეს, თუმცა ჩემი მიზანი არც იყო რაღაცა ჰორორების აღმოჩენა. უბრალოდ მართლა ყოველთვის მაინტერესებდა ეს ადგილი და რახან ეს ხელსაწყოები მაქვს, ატომაც არა მოვედი. ეხლა საინტერესოა EMF-ირებს ჩაიწერდა, მაგრამ აქ აუცილებლად ღამითაც მოვალ. აუცილებლად პირობას გაძლევთ, რომ აქ ღამით აუცილებლად მოვალ. ჩემი GoPro დამჯდა რა, იმიტომ დაიწრიპინა. კარგით, ნახოთ აბა ერთ ღამით რა დამხდება და ეს იქნება ჩემს YouTube მეორე არხზე და იქ ადევნეთ თვალი ამას. ესეც ჩვენი EVP, რომელიც იმედი მოქვს, იწერდა და ნახოთ რეებს ჩაიწერდა ერთი.